ანა, შენი პროფესია რა არის, რით ირჩენ თავს? მე ვარ კონტენტ კრეატორი, გიორგი. უფრო გასაგებადაც რომ ავუხსნათ. მე კი ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ მაინც ავუხსნათ რა შედის შენს ფუნქცია მოვალეობებში. ზოგადად სოციალურ მედიაში, ინტერნეტში რასაც ხედავთ, ყველაფერი არის კონტენტი. კონტენტი შეიძლება იყოს წერილობითი, შეიძლება იყოს ვიზუალური, შეიძლება იყოს ხმოვანი. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვაკეთებ ვიზუალურ კონტენტს, ვიღებ, ვამონტაჟებ, წერ სცენარს და რაღაცა საწყისიდან ვიღებ უკვე საბოლოო პროდუქტს. მეწოდება ვიდეო კონტენტ კრეატორი. ანუ ვიდეოებს იღებ, ამონტაჟებ და რაღაცა იდეებიც გაქვს ხოლმე და ამას მე სცენარს და მზა პროდუქტად აქცევ. კი. აჰა, შვენიერი. ხო და როგორ ფიქრობ, რამდენად არის შანსი, რომ შენი ეს ხელობა, ასე ვთქვათ, პროფესია ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს? მე ვფიქრობ, რომ ჩემს ხელობას ესე ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტს ყოველთვის დასჭირდება ადამიანი, ვინც მას დაუწერს დავალებას. და კონტენტ კრეატორებს, დღეს ვინც კონტენტ კრეატორობით შოულობს ფულს და ამ საქმით არის დაკავებული, შეუძლიათ რომ გახდნენ პრომპტის დავალებების დამწერები, მიმცემი ხელოვნური ინტელექტისთვის. ამიტომ მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს ჩაანაცვლებს, ჯერ ყოველ შემთხვევაში. გადაღება ალბათ რთულია, ხო? მაინც ადამიანი ჭირდება და პლუს მე მონტაჟზეც რაღაცა ძალიან დეტალური დავალება უნდა გაუწერო. კი, და საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის. დღეს დამკვეთს ურჩევნია, რომ კრეატორი დაიქირაოს და იმას გადაუხადოს თანხა, ვიდრე ხელოვნურ ინტელექტს დაუკვეთოს თავისი ვიდეოს აღსრულება. ხო, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ეს გაიაფდეს, ასე ვთქვათ და თუ გაძვირდეს. მე მგონია, რომ უფრო გაძვირდება. კარგი, მოკლედ ამაზეა ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. ძალიან საინტერესო ეპიზოდია. კი, რამდენად ემუქრება ხელოვნური ინტელექტის სამუშაო ადგილებს ზოგადად და ხوار შეამცირებს მათ და რა გამოწვევებია და ზოგადად რა მდგომარეობა სამუშაო ბაზარზე. საქართველოშიც არის ამ ხრივ გამოწვევებები და ზოგადად ვისაუბროთ ასევე იმ პრობლემაზე, რაც არის ჩვენ ქვეყანაში, უმუშევრობა და დასაქმებაზე. ძალიან საინტერესო თემაა და საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა ყოველთვის ხელოვნური ინტელექტის გარშემო. ნაწილი თვლის, რომ ჩაანაცვლებს გარკვეულ პროფესიებს და ნაწილი თვლის, რომ ეს უბრალოდ დამხმარე ძალა იქნება ადამიანისთვის. შენ რას ფიქრობ? ერთია მე რას ვფიქრობ და ამაზე აუცილებლად მოგახსენებთ ჩემს აზრს, მაგრამ მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ თავად ამ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები, ხო, სხვადასხვა მსხვილი კომპანიების, Google-ის, ვთქვათ, Anthropic-ის, რომლისას არის ეს Claude, ვთქვათ, ChatGPT-ის და ასე შემდეგ შემქმნელები. ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეულ პროფესიებს, რა თქმა უნდა, უბრალოდ გააქვთ, აღარ იქნება ეს პროფესიები საჭირო და ვიღაც იქნება ვის დავალებებს მისცემს და ის ხელოვნური ინტელექტი ამას მეტნაკლებად კარგად გაუკეთებს. რა თქმა უნდა, ამას შემოწმება მაინც დაჭირდება, იმიტომ რომ გვეუბნება ხელოვნური ინტელექტი, რომ მე შეიძლება შეცდომებით დაუშვაო, მე არა ვარ რაღაც უნივერსალური ინტელექტი, მე ვარ ხელოვნური, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსი რა თქმა უნდა დაგჭირდება. თუნდაც აი შენ შემთხვევაში როგორც ამბობ, ხო, შენ ხელოვნურ ინტელექტს დღეს შესაქმნელობაში იყენებ წარმატებით, თქვა, ხო, იქ თუნდაც ვიდეო მონტაჟისას რაღაცა ფერები შეიძლება თვითონ გაასწოროს სიტყვაზე, რაღაცა დაგეხმის გასწორებაში, ეს ხელოვნური სცენარის დაკორექტირებაში შეიძლება დაგეხმაროს. ბევრ რაღაცაში კი ნამდვილად. ამან შენი პროფესია კი არ გააქვს, რომ უბრალოდ შენ საშუალება მოგცემ, რომ უკეთესი პროდუქტი შექმნა, დაგიზოგა დრო, ენერგია, ფულიც მათ შორის, რადგან დრო ფულია მოგეხსენება და ამან პირიქით გაუმჯობესა, ასე ვთქვათ, შენი მდგომარეობა, ხო? და არ გააფუჭა. ასევე ფიქრობს, ხოთა შორის ეკონომისტების დიდი ნაწილი ფიქრობს სწორედ ასე, რომ წარმოუდგენელია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიწვიოს უმუშევრობა. რადგან არც ერთ ტექნოლოგიურ რევოლუციას და ცვლილებას მასობრივად უმუშევრობა არ გამოუწვევია. ისინი ფიქრობენ, რომ ეს პირიქით გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს. თუმცა აქ საქმე გვაქვს არა იმასთან, რომ უბრალოდ სამუშაო ადგილები გაქრება, რაღაცები შეიცვლება. ანუ ჩვენ სხვა უნარები დაგვჭირდება, სხვა ცოდნა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ადაპტაცია მოვახდინოთ ახალ რეალობაში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი თაობისთვის შეიძლება ცოტა უფრო რთული იყოს, მაგრამ ახალი თაობა, რომელიც ახლა მოდის, რომელიც აი ამ პირობებში იწყებს ცხოვრებას სკოლაში უკვე, ხო? ანუ ჩვენი შვილებისთვის ხელოვნური ინტელექტი იქნება ჩვეულებრივი ამბავი. ეხლა ჩვენთვის რაღაც სიახლეა და სწავლობ და ზოგი ფრთხილად უყურებ. ხო, მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება და მასთან ერთად ცხოვრებას, უკეთესად ცხოვრებას ისწავლიან. სხვათა შორის ეკონომიკაში არსებობს
ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ეს ლუდიტების ფენომენი, ასე ვთქვათ, ლუდიტები იყვნენ მე-19 საუკუნეში, მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნეში, როდესაც ინგლისში დაიწყო ტექნოლოგიური რევოლუცია, ადამიანები ძირითადად მუშათა კლასს წარმოადგენენ ესენი, რომლებიც საკუთარ მტრად მიიჩნევდნენ აი დაზგა დანადგარე საფეიქრო მოწყობილობებს, ხო? ადრე იყო რომ ადამიანი ხელით აკეთებდა, ხო, რაღაცებს ქსოვდა ყველაფერს. შემდეგ ამის ავტომატიზება მოხდა, ხო? ჯერ პრიმიტიულ დონეზე, თქვა მე-19 საუკუნეში, მაგრამ მე კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა. შესაბამისად, ეს ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს დაზგა დანადგარები ართმევდნენ მათ სამუშაო ადგილებს, ამიტომ მიდიოდნენ და საკმაოდ სერიოზული მოძრაობა იყო. ამწრევდნენ, წვავდნენ ამას და მთავრობას ზალის გამოყენებაც მოუწია, რომ როგორმე შემდეგ უკვე მე-19 საუკუნის პირველ 10 წელიწადში ეს ჩაეხშო. მაგრამ სწორედ ესე ადამიანები არასწორად ფიქრობდნენ, მათ სამუშაოს კი უბრალოდ შეიძლება უმარტივებდა. ყოველი ახალი ტექნოლოგია პირიქით ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ამ ყველაფერს, ხო? ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი დღეს გვეხმარება. რაღაც პროფესიებს, რასაც ემუქრება პირობითად ჩანაცვლება, ხო, დაახლოებით უკვე ცნობილია მიდის ამაზე გამათ, ხო? შესაძლებელია ეს კონტენტ კრეატორის პროფესია, ან ვთქვათ, სხვა პროფესიები, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ ჩაანაცვლოს, მაგრამ რაღაცებს ჩაანაცვლოს და ამიტომ ადამიანებმა ამაზე უნდა იფიქრონ და მათ შორის რაღაცა სასწავლო გეგმები, უმაღლესი განათლების პროგრამები და სასკოლო პროგრამებიც უკვე ამ ახალ რეალობას ჩემი აზრით უნდა მოერგოს. კი, გეთანხმები, რაც კი აქამდე შექმნილა და ახალი გამოუგონიათ, ყველაფერი იყო ადამიანის შრომის შესამსუბუქებლად და გასამარტივებლად. ნუ გლობალურად კი გავიარეთ ყველაფერი, მაგრამ რა აზრის ხარ, საქართველოს რამდენად სწრაფად შეძლებს ამ ყველაფერთან ადაპტირებას? სანამ საქართველოზე გადავალთ, შევახსენოთ ჩვენს მაყურებლებს, რომ უნდა გამოიწეროთ 64-ის YouTube გვერდი, ასევე სხვა სოციალურ ქსელებში გამოვყვეთ და უყუროთ ჩვენს ვიდეოს, მოიწონოთ, გააზიაროთ, დააკომენტაროთ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო თემაა და მე მგონი ამ თემაზე გარკვეული კომენტარები თქვენს გექნება და გვაინტერესებს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტი თქვენს კონკრეტულ პროფესიასაც ხომ არ ემუქრება. ხო, გავაგზავნოთ. საქართველოს, იცი რა, მთელ მსოფლიოს მოუწევს ამაზე ადაპტაცია, რა თქმა უნდა, განვითარებული ქვეყნები, სადაც განათლების სისტემა სხვანაირია, უფრო სწრაფად მოახერხებენ ადაპტაციას, მაგრამ ჩვენც არ უნდა ჩამორჩეთ ამას, ხო? დღეს ეკონომიკაში ამას სტრუქტურულ დისბალანსს ეძახიან ჩვენს შრომით ბაზარზე, ხო? როდესაც გვაქვს მაღალი უმუშევრობა, საკმაოდ თითქმის 13%, ერთნიშანშნულზე ვერ ჩამოვედით ჯერჯერობით და თითქოს ეს უმუშევრობა მცირდება წლიდან წლამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მაღალია და ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს. ასევე მეორე საკითხია, რომ ადამიანები ვერ პოულობენ. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ პოულობენ სამსახურს და არიან დამსაქმებლები, რომლებიც შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანს ვერ პოულობენ. ჩვენი მოსახლეობის თითქმის მე-13 ვთქვათ, არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში. ეს არის სამწუხაროდ დაბალ პროდუქტიული და დაბალ შემოსავლიანი, ხშირ შემთხვევაში მასობრივად რა ახლა ვიღაც ფერმერს, მსხვილ ფერმერსად თქონდა შეიძლება მაღალი შემოსავალი კონდეს, მაგრამ ზოგადად სოფლის მეურნეობა არ ითვლება მაღალ შემოსავლიან და მაღალ ანაზღაურებულ დარგად. ასევე ჩვენთან დასაქმებული და დიდი ნაწილი არის დასაქმებული დაბალ ბიუჯეტიან დარგებში და დაბალ კვალიფიკაციასაც მოითხოვს. ხო, რაღაცა სამშენებლო კომპანიებში, ან რაღაცა საცალო ქსელებში გააყიდვების, თქვა მაღაზიებში არიან დასაქმებული, სადაც რაღაცა უმაღლესი მათემატიკის ცოდნა და ბირთვული ფიზიკის საერთოდ არ არის საჭირო და მით უმეტეს რაღაცა თანამედროვე ტექნოლოგიების გარშე შეიძლება გახვიდე ფონს. ამიტომ არის ჩვენთან ეს პრობლემა, რომ მათ შორის კვალიფიკაციის პრობლემაც გამოდის აქ წინა პლანზე. ხო, სხვადასხვა სულ გვესმის და არა მარტო მე, რომ ხალხი უმუშევარია არა და კომპანიები შესაბამის კადრებს ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობენ და ეს რა პარადოქსთან გვაქვს საქმე? ეს არის ზუსტად ის პარადოქსი, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ არის მორგებული თანამედროვე მოთხოვნებზე და გამოწვევებზე და უშვებს ისეთ კადრებს, რომელიც შეიძლება დამსაქმებელს დღეს არ ჭირდებოდეს, ხო? რა ვიცი, ბიზნესის ადმინისტრებას სწავლობს ათასობით სტუდენტი და რო ამთავრებს რაღაცა სტატუსიც აქვს თითქოს და დიპლომიც აქვს, მაგრამ რეალური ხელობა რისი კეთება შეუძლია ამ ადამიანს არავინ არ იცის. ბევრი პროფესია ასეთი, რომელსაც თითქოს ჩაბარების დროს მოთხოვნაა მაღალი, მაგრამ მე რო ამთავრებ, აი რა გამოხვედი შენ თვითონაც არ იცი.
შესაბამისად განათლების სისტემა ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ამ გამოწვევებს მოერგოს რაც არის შრომის ბაზარზე, ხო? რა კადრებზეა მოთხოვნა? ვკითხოთ ბიზნესს, ვკითხოთ თქვათ დამსაქმებლებს, ასე ვთქვათ, რა ტიპის კადრები ჭირდებათ. ზოგადად შეიძლება ჩვენს მაყურებელსაც გაუკვირდეს, მაგრამ უფრო მოთხოვნა არის არა უმაღლესი განათლების მქონე კადრებზე, არამედ საშუალო პროფესიული განათლების მქონე კადრებზე რა. დღეს კომპანიებს და სამშენებლო კომპანიებს თუ სხვა კომპანიებს ჭირდებათ ადამიანები, რომელსაც აქვთ რაღაცა კონკრეტული ხელობა, რომლის სწავლა ძალიან მალე შეიძლება, რა თქმა უნდა, კვალიფიკაციის ამაღლება მე დროთა განმავლობაში შრომის შედეგად მოდის ეს თავისთავად და სამუშაო გამოცდილების შედეგად, მაგრამ სწავლა აი რაღაცა რომ ისწავლო, ჭირდება ძალიან ცოტა დრო, მაგრამ ჩვენ ვართ ესეთი უდიპლომო სასიძოს ფილმის ქვეყანა, სადაც დიპლომი არის ყოველთვის რაღაცა ესეთი, რომ აი დიპლომი უნდა გქონდეს, ხო და გახსოვს ალბათ ჩვენ გქონდა ეპიზოდი საზღვარგარეთ დასაქმებაზე და იქაც სწორედ გარდა თქვა მაღალი კვალიფიკაციის მუშახელისა ითხოვენ საშუალო პროფესიული განათლების მქონე ხელობის მცოდნე ადამიანებს. რა ხშირ შემთხვევაში უფრო დაფასებულიც არის. ხო, და შემოსავალი არანაკლები აქვს ვიდრე ვიღაც უმაღლეს დამთავრებულს, ასე ვთქვათ, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე უნდა განვავითაროთ მეორე მხრივ მაღალ ტექნოლოგიური დარგების მიმართულებით განათლება რა. ჩვენ უნდა მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ მათი შრომა უფრო მეტად დაფასებული იყოს და უფრო მაღალი ანაზღაურება აიღოს. დღეს სად არის ხო მოთხოვნა? ეს არის ეგრეთ წოდებული IT ტექნოლოგიები, პროგრამირება, თანამედროვე რაღაცები, ინჟინერია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელშიც არის მაღალი ხელფასიც და რა სფეროებშიც თავისთავად არის ასევე მაღალი მოთხოვნა არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. ჩვენთან პრობლემაა ის, რომ 13.5 შეიძლება არის და 13% დაახლოებით უმუშევრობა, მაგრამ ახალგაზრდებში 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში გაცილებით მაღალია ეს რიცხვი, თითქმის 25-30%-ს აღწევს ახალგაზრდებში უმუშევრობა, როდესაც ისინი ფაქტობრივად ვერ პოულობენ საკუთარი კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო ადგილებს. სანამ შემდეგ შეკითხვაზე გადავალ, აუცილებლად შეგახსენებთ მეც, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და გამოგყვეთ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე და იაქტიუროთ. ალბათ ემიგრაციაც ჩვენ ერთ-ერთ წინა ეპიზოდშიც ვისაუბრეთ, რომ ემიგრაცია შეიძლება იყოს დასაქმების შემოფერხებელი? დასაქმების არ სამუშაო ძალა მცირდება, ხო? რეალურად ჩვენთან უმუშევრობის შემცირება ძირითადად სწორედ იმითაც არის გამოწვეული, რომ ბევრი მიდის საზღვარგარეთ, მათ შორის აქტიური ადამიანები, ვისაც შრომა შეუძლია, აქ მუშაობენ, მაგრამ საკმარისი ანაზღაურება რახან არ აქვთ ან სხვა პირობების გამო, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური ვითარების გამო შეიძლება წავიდნენ ქვეყნიდან და უცხოეთში დასაქმდნენ. შესაბამისად, ეს ამცირებს სამუშაო ძალას, ანუ გარკვეული მნიშვნელობა რომ მცირდება საბოლოო ჯამში გამოდის, რომ თითქოს უმუშევრობა მცირდება, მაგრამ რეალურად რიცხვებსაც თუ ჩავხედავ, ჩვენთან დასაქმება დიდად გაზრდილი არ არის. სამწუხაროდ და ესეც თავისთავად გამოწვევა. რა თქმა უნდა, გამოწვევა ის, რომ ახალგაზრდებს შეიძლება არ უნდოდეთ დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ საერთოდ არ უნდა იმუშაო. რაღაცა უნდა დაიწყო, კი ბატონო, ისწავლე, შეიძინე კვალიფიკაცია და დასაქმდი და დასაქმდი არა მხოლოდ საქართველოს, საზღვარგარეთაც შეგიძლია შენი პროფესიით, თუ ისეთ პროფესიას შეიძენ, რომელზეც მოთხოვნა არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, შენ შედიხარ უკვე კონკურენციაში მთელი მსოფლიოს შენს თანატოლებთან, ასე ვთქვათ. და ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გამოსავალი არის სწორედ ჩვენი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებაში და არ უნდა უყუროთ რაღაც მთავრობის იმედად არ უნდა ვიყოთ რაღაცა რო ვთქვათ რომ აი მთავრობა ადგება და ერთ დღეში ყველაფერს მოაგვარებს რაც არ უნდა კარგი მთავრობა ყავდეს და რაც არ უნდა ცუდი მთავრობა ყავდეს საბოლოო ჯამში ამ პრობლემას ბოლომდე ვერ გადაჭრეს ამიტომ არ უნდა დაველოდოთ მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებაზე რადგან ადამიანები კი არა მათ შორის ის ძალიან მსხვილი და ცნობილი კომპანიები რომლებიც ვერ მოერგნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს არ აღიარეს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლა ბაზარზე, ხო? და არასწორად მიუდგნენ, გაკოტრდნენ. მაგალითად, Kodak იყო კომპანია, რომელმაც 1995 წელს მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ციფრული ფოტოაპარატი გამოიგონა. და Kodak-მა ის საბოლოო ჯამში დამალა, რადგან მისი ძირითადი ბიზნესი იყო ფირის გაყიდვა, მოგესალმებით, ფირი იყო კინემატოგრაფიაშიც და ფოტოგრაფიაშიც ძირითადი წამყვანი, რადგან იღებდნენ, თუმცა ციფრული ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის შემოსვლამ ეს კომპანია ფაქტობრივად გააკოტრა და უმსხვილესი, უდიდესი კომპანია დარჩა ნულზე, ასე. Nokia-საც ხო მსგავსი. Nokia case-ის არის ძალიან ცნობილი, როდესაც
ის სასაცილოდ არ იყო Steve Jobs-მა 2007 წელს ახალი iPhone-ი და touch screen-ები და რაღაცები როცა არადგინა, ხო, რომ არავე ეგ ჩვენო პირიქით ნახე პატარა ტელეფონები, ამ მცირე ტელეფონის ზომაში. მაგრამ ნუ თანამედროვე ტექნოლოგიებმა აქაც ამ კომპანიასაც სერიოზული პრობლემა შეექმნა. ძალიან ბევრია ხო, აი Blockbuster-ი იყო ცნობილი ამერიკული კომპანია, რომელიც გაქირავებით, ანუ ფილმ ვიდეო კასეტებს აქირავებდნენ და DVD დისკებს აქირავებდნენ რა. თუმცა და Netflix-მა შესთავაზა მათო შევიძენთო თქვენ სერვისო და სასაცილოდ არ იყოთ, მაგრამ დღეს Netflix-ისა და მოგეხსენება და Blockbuster-იც დარჩა ერთი მაღაზია დარჩა სიმბოლური. და ძალიან ბევრი ასეთი მაგალითია, როდესაც ადამიანებმა კი არა კომპანიებმაც ვერ აუღეს ალღო და შემდეგ სამწუხაროდ გაკოტრეს. სამწუხაროდ მათთვის, მაგრამ ტექნოლოგიას ყოველთვის ეს მოკ, ანუ რაღაცები გაქრება, მაგრამ გაჩნდება ახალი ადგილები, ახალი мотиваცია, გამოთავისუფლებული ეს სამუშაო ძალა თუნდაც და გამოთავისუფლებული ხარჯები. ხო, აი კომპანიებს ხო რაღაც ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა სერიოზულად შეუმცირებს გარკვეული მიმართულებით ხარჯებს. ეს გამოთავისუფლებული ხარჯები, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩაიდება ისევ ამ კომპანიების განვითარებაში და ისევ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ამიტომ მე ამ მიმართულებით თქვა რაღაცა პრობლემას ვერ ხედავ. საქართველოს მაგალითით ამით პრინციპში გადავალ შეჯამებისკენ საქართველოში სამუშაო ძალა არის დაახლოებით 1.600.000 ადამიანი ეს 2024 წლის მონაცემით. აქედან სადაც 1.356.000 არის დასაქმებული და 255.000 არის უმუშევარი. და აქ გასათვალისწინებელია რომ ამ დასაქმებულებში 1.300.000-ზე მეტი რო არის 410.000 არის თვით დასაქმებული. რას ნიშნავს თვით დასაქმებული, ხო? ეს მათი უმრავლესობა არის სოფლის მეურნეობაში, რომელსაც რაღაცა შეიძლება საკუთარი ნაკვეთი ქონდეს და საკუთარი თავის სამყოფი სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოყავდეს, მაგრამ ის უკვე დასაქმებულად ითვლება. ასეთ შეიძლება იყოს ხელოსანი, ტაქსის მძღოლი, შენც რაღაც მხრივ თვით დასაქმებული ხარ, როდესაც არა გაქვს რაღაცა სამსახური, სადაც ყოველდღიურად 9-დან 6-მდე იქნები და რაღაც მოჭერით ხელფასი იქნება. არა, შენ დამოკიდებული ხარ საკუთარ შრომაზე, თვითონ ხარ შენ თვითონ დასაქმებული და შენ შრომას თავაზობს სხვადასხვა კომპანიები. ისევე როგორც ვთქვათ, მეც რაღაც მხრივ ვარ თვით დასაქმებული. რაღაც მხრივ მაქვს მუდმივი სამუშაო ადგილი, მაგრამ პლუს გამომუშავებაზეც ვარ, ასე ვთქვათ, ხო, დამატებით. ასეთი არის ძალიან ბევრი და 410.000 ადამიანი 2024 წლის მონაცემებით არის ასეთი. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ადაპტაცია სწორედ მოხდეს და საქართველოს ამ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ისეთ გრძელვადიან პრობლემებს გამოიწვევს, რომელსაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერანაირი ვერ ეყოფა. ხო, კი, ნამდვილად გეთანხმები, კარგი იქნება და აუცილებელიც არის, რომ ფეხი აუწყოთ ინოვაციებს. და მე მგონია, რომ საქართველოს, იცი რა, ყოველთვის იქნება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში ყოველთვის იქნება ადამიანები და საზოგადოების ნაწილი, რომელიც აუწყობს ფეხს და საზოგადოების ნაწილი, რომელიც ვერ აუწყობს ფეხს. და საქართველოს ერთ-ერთი ყოველთვის ესეთი განვითარებადი ქვეყანა არის, სულ ну, ყოველ შემთხვევაში, ჩემს პრაქტიკაში გარშემოს ისეთი განვითარებადი ადამიანები მყავს და მგონია, რომ ვისაც უნდა აუცილებლად განვითარდება და აუწყოს ფეხს. კი, ხო, მაგალითად აი ანა 5 წლის წინ და ანა დღეს, ხო, გაცილებით მეტი რამ იცი. ნამდვილად. შეიძინე კვალიფიკაციები და ამან შენი შემოსავლის ზრდა გამოიწვია თავისთავად. ხო, შენ არ დალოდები ხარ არ სხვა ბიზნეს, ან თავრობას რო როდის რაღაცას გასწავლი და ან დაგასაქმებ და შენ თვითონ მიხედე შენ თავს. ამას გირჩევთ მე თქვენს ძვირფასო მაყურებლებო, რომ ნუ დაელოდებით, ნუ რა ვიცი, თქვენ თვითონ შეიძინეთ. ეს დღეს ყველაფრის სწავლა შესაძლებელი, მათ შორის ონლაინ, ახალგაზრდებს მით უმეტეს ამის სწავლა დამატებით ჩემგან არ გესწავლებათ, ასე ვთქვათ. ამიტომ ახალი უნარები, ახალი კვალიფიკაცია შეიძინეთ, იპოვეთ ნიშა, რომელიც არის თავისუფალი და იქ იშოვეთ, რაც შეიძლება მეტი ფული და ეს ფული მოიხმარეთ თქვენ თვითონ და მოახმარეთ თქვენს ოჯახებს. ეს იყო ჩვენი შემდეგი ეპიზოდი, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვიდა და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ მოგწონთ ჩვენი ეპიზოდები, 64-ის სხვა ვიდეოები, ჩვენი მოკლე ვიდეოები, აუცილებლად გამოვყვებით YouTube-ზე და სხვა სოციალურ ქსელებშიც. ჩვენ ორ კვირაში კვლავ დაგიბრუნდებით და გახსოვდეთ, რომ ჩვენი მხარდამჭერია TBS. მომავალ შეხვედრამდე.